მოსამართლემ სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი არევაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ციხეში 1 წლით და 6 თვით გაუშვა, თუმცა სასჯელი საათუა დაიწყება დაკავების დღიდან 15 სექტემბერს დააკავეს ელენე ხოშტარია. ის 6 თვეა უკვე რაც იმყოფება რუსთავის ქალთა კოლონიაში, შესაბამისად დამატებით კიდევ გისოსებს მიღმა მოუწევს 1 წლის განმავლობაში ყოფნა და შეგახსენებთ, რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ პოლიტიკოს ბანერის დაზიანების გამო და თავად პროკურატურის ინფორმაციითვე ამ ეს ზიანი შეადგენდა 570 ლარს და ჩვენ შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ სახაზინო ადვოკატს, გეტყვით, რომ ელენე ხოშტარია დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა და ის ზოგადად ბოიკოტს უცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ქართული ოცნების მიერ კონტროლირებულია და სხვათა შორის მოსამართლეს ელენე ხოშტარიამ გაუგზავნა დღეს წერილობითი განცხადება, სადაც განმარტა თუ რატომ არ ესწრება პროცესს და ამ განმარტებაში იყო ნათქვამი ის, რომ სასამართლო არის მთლიანად კონტროლირებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ის პროტესტს უცხადებს ამ ინსტიტუტს და გადავიდეთ ახლა ადვოკატთან, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და რამდენად ადეკვატურია ის სასჯელი, რაც მიუსაჯეს პოლიტიკოს? გადაწყვეტილება არის ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელი. აბსურდული ბრალდება იყო თავიდანვე და განაჩენიც ასეთია. მიუხედავად იმისა, არსებული რეალობის მიუხედავად მე მაინც მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო გაბედავდა სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც ყველამ ერთად მოვისმინეთ. და კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, არც ერთ პროცესს ელენე ხოშტარია არ დასწრებია. არც ერთ პროცესს არ დასწრებია ელენე ხოშტარია და არ უსარგებლია საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით მისთვის გარანტირებული არც ერთი ბრალდებული უფლებით. თქვენ დასაპირებთ ახლა რა ბერკეტებს გამოიყენებთ, თქვათ აპირებთ თუ არა მეორე ინსტანციაში შეიტანოთ ეს გადაწყვეტილება და გაასაჩივროთ განაჩენი? ამის შესახებ თავის დროზე მოგახსენებთ, მე ვიცი ჩვენ რასაც ვაპირებთ, მაგრამ თავის დროზე გაგაგებინებთ, იმიტომ რომ მაინც კიდევ ერთხელ უნდა შევათანხმო აღნიშნული პოზიცია ელენე ხოშტარიასთან. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ელენე ხოშტარიას, მასთანაც გადავალთ პირდაპირ ეთერში. აი, თქვენ რის თქმა შეგიძლიათ ამ განაჩენთან დაკავშირებით? ცხადია, რომ სასამართლო მთლიანად მართული არის ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ, რომ წარმოუდგენელია მოსამართლემ ერთ-ერთ მიზეზად დაასახლა, რომ 14 დანაშაული ქონია ჩადენილი ქალბატონ ელენეს. რეციდივისტად გამოაცხადა პრაქტიკულად. შეუძლიათ რომ გადახედონ თუ რა პერიოდშია ეს ჩადენილი. ეს დანაშაული, ეგრეთ წოდებული დანაშაული, რასაც თulis ოცნება, ჩადენილია მას მერე, რაც მათ მიიღეს ეს დრაკონული კანონები საზოგადოებრივი მოძრაობების და პარტიების წინააღმდეგ. ეს მოსამართლე კიდევ მობეიერი აღმოჩნდა შედარებით, იმიტომ რომ როგორც თუ გახსოვთ, ღობის დაზიანების გამო ახალგაზრდას 2 წელი მიუსაჯეს და ალბათ რადგან სახელმწიფო ქონება არ დააზიანა ელენეს, ამიტომ წელიწადნახევარი მიუსაჯეს. 570 ლარზე არის ხო საუბარი, თვითონ ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ 570 ლარის ოდენობით მიადგა ზიანი ამ სამ ბანერს და შევახსენოთ საზოგადოებას, წარწერის გაკეთების გამო მიუსაჯა ამ წამს მოსამართლემ წელიწადნახევარი, იმიტომ რომ დააწერა კალაძის ბანერებს რუსული ოცნება. სახელმწიფოს ერთი პატენტის შენახვა დღეში უჯდება დაახლოებით 20 ლარი. თუ ოპტიმიზაცია უნდა წარმოვიდგინოთ, რამხელა თანხები იხარჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ოცნებამ, ამ ეგრეთ წოდებულმა მთავრობის წარმომადგენლმა თავიანთი პოსტები შეინარჩუნონ. ამ ქვეყანაში ჯობია რამდენიმე მილიონი მოიპარო და მათ გაუყო, ვიდრე ქვეყნისთვის იბრძოლა.
მადლობა დიდი და დღევანდელ პროცესს ასევე ესწრებოდა სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძე, რომლის წინააღმდეგ აღძრულია საქმე იგივე მუხლით, რა მუხლითაც წაუყენეს ბრალი ელენე ხოშტარიას და სხვათა შორის ელენე ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს გასული წლის სექტემბერში, როდესაც იგივე ბრალდები დააკავეს მეგი დიასამიძე რამდენიმე დღეში, ამიტომ მხარდაჭერის და სოლიდარობის მიზნით იგივე ქმედება განახორციელა ელენე ხოშტარიამ და ტახი კალაძის ბანერებზე გააკეთა წარწერა რუსული ოცნება. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? ჩემი აზრით ქართული ოცნებისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ბოლოს მე მაინც მქონდა მომენტი, როცა გავღიზიანდი და გაუბრაზდი, იმიტომ რომ თვითონ ეს მოსამართლე გიორგი კაპანაძე რაღაც ისეთ ილუზიას ქმნიდა, რომ აი მართლა ობიექტურ გადაწყვეტებას მიიღებდა, მაგრამ ეს უბრალოდ ილუზია იყო, მაინც შინაგანად მესმოდა ეს ნაწილი. რაც შეეხება საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას, არის აბსოლუტურად უსამართლო, არის საფუძველს მოკლებული, არის მოსამართლე, როცა იტყვი, რომ საქმეში ჩადებული იყო ნივთმტკიცებულობა და მარკერი და აქედან გამომდინარე ადამიანს 1 წელი და 6 თვე ციხეში ყოფნას მიუსჯი, ანუ ეს არაფერში აღარ ჯდება ჩემთვის, როგორც პროტესტში ყოფი ადამიანისთვის მართლა და წარმოუდგენელია უბრალოდ. მადლობა დიდი. მოკლედ 1 წლი და 6 თვით გაუშვეს ციხეში ელენე ხოშტარია, ეს სასჯელი მიუსაჯა მოსამართლემ დროას ერთ-ერთ ლიდერს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 15 სექტემბერს დააკავეს ელენე ხოშტარია, სასჯელის ათვლა დააკავების დღიდან დაიწყება. ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო მიუსაჯა მოსამართლემ 1 წელი და 6 თვე ელენე ხოშტარიას და შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი მიმდინარე საქმეა დაწყებული პოლიტიკოსის წინააღმდეგ საბოტაჟის მუხლით აქვს ასევე ბრალი წარდგენილი ელენე ხოშტარიას. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც კი გაიხსნა სხდომა, დაახლოებით 2 წუთში მოსამართლე გიორგი არევაძე გავიდა სათათბიროდ, 9 საათის განმავლობაში დაახლოებით თათბირობდა, შემდგომ მობრუნდა და ეს სარეზოლუციო გადაწყვეტილება წაიკითხა.